გამარჯობა მეგობრებო, დღეიდან ვიწყებთ ჩემი X კედელის რუბრიკებს. ვნახავთ რა გვხვდება X-ზე. Perfect Duo Counter Strike 2-ში. Deixa timidez de lado, puxa amigo e vem dançar. Mostra tudo que cê sabe, o Guga vai analisar. Deixa timidez de lado, puxa amigo e vem dançar. Mostra tudo que cê sabe, que o Livinho vai dançar. Pode sentar. Au, ეძება ასეთ duos. ასეთი რაღაც დაგმართნიათ თუ არა, დამიწერეთ. Oh my god. აქ არის სურათები ახალი კომბოების და ვნახოთ რა მაგარია, მაგრად უხდება ერთმანეთს. ეს ხელთათმანები ძალიან კარგია, ეს ყვითელში გადაწყვეტა საინტერესოა, მწვანე ჩემი ჯობია, ლორის ძალიან კარგია, Marble Fade-იც ძალიან საინტერესოა, ეს ხელთათმანები ხო დავაგდეთ და კარგია, ესეც ძალიან საინტერესოა. საკარა ნაღასე Когда он клатч страшный. Ну, да, извини, Джек. Второй уже там стоит, он не заметил. Так прыгает он перед тем. Так, ебать. Нагаса. ეს რა იყო ძმა? This may ikნება ასეთი? Holy shit, that's sick. Screenshot 69, workshop item 69, group 69. Oh, no pixelis react-ი, Nachoze. 6969, that's dedication. Hours played 69, badge collector, badges earned 6969, game card 69, achievements, average completion 6969, pages of comments. I can't. Accidental single achievement. And this goes from 6969 to 6970. And you can't revert it. You can't delete achievements. 69 sack of gems, 6969. No shot. Oh wow. And look at this, the perfectionist profile, and then look at his custom Steam ID. That is sad. Nacho underscore. მართლა ძალიან გიჯობა. მე მგონი ეს არის ზიპერას აკაუნტის თიმზე. გამოდი, გიცადით. ძალიან გიჯობა. Agaris. Like a swinging vine, swing my heart across the line. In my face is flashing signs. Seek it out and ye shall find. But I'm not. 这是用模拟器测试。 ეს არის სიგიჟე კლიპი, რაც კი მინახავს. თითო ღირს $500. ანუ $2500-ია ერთი კლიკი რა. ეს მაშინაა გაკეთებული ტრეიდ-აფის მერე. მერთო თარადებილურად აკეთებს, თითო ცალი უნდა ჩააგდოს, ან ორი ცალი. ფილერები უნდა ჩაუყაროს, რომ ფლოტი იყოს დაბალი. ვაიმე, რამდენი აქტივს, ღმერთო. კი მიფიქრია ოდესღაც, რომ აი ეს კარგი თათმანები დააგდოს. ფილტესტიდებს ყრის ყველაფერს, იმიტომ რომ სულ რომ ფექტორი ნიუები ჩაყარო, საშუალო ფლოტი იქნება მინიმალ ვეარი.
აუ ტიპმა რამდენი წააგო ამ დანასველოდები დიდი ხანია რა ანუ პრინციპში ალბათ აღარ დაემატება არასდროს მაგრამ ნახოთ რა ამ პოსტში ჩანს რომ 2025 წელს $1,000,000 iBuy Power-ი და კატოვიცის 2014 წლის სტიკერები დაიკრა სკინებზე საინტერესოა აი ამ პოსტში ამბობენ რომ ეს რა ციფრია არ ვიცი მაგრამ ამხელა იქნება მარკეტ კაპიტალიზაცია კაუნტერის თებერვალში და ფევრვარი მოვიდა და არ არის ასე რომ 70 IQ ოქსო ვიღაც წერს ო ეს მოგეწონება თუ ეჭველი აქ $0 ღირს ეს რა თამაში არის ბიჭო ვერ ხვდები პროსტა Apex-ი კაუნტერი Valorant-ი აღარ მახსოვს რა ქვია ამას $290 Valorant-ში $50 Apex-ში $500 ეს $4000 ნუ CS:GO-ში ამდენი ღირდა ხა უკვე $2500-საც არ არის ეს თან ერთი ძალიან საინტერესო სკრინი არის ახალი კალაშის კრაფტებია ნახეთ 5 ცალი Blood Reverse ეს სტიკერები გახსოვთ მე რომ ვამბობდი რომ ვიყიდოთ და ინვესტიცია გავაკეთოთ მეთქი $1-იც არ ღირდა და ეხა 10 ღირს რა მე მაქვს ბევრი არა სამწუხარო ესეც საინტერესოა რა შეიძლება ამევით დაკრაფტვა მოიც გვასწავლის პროფესიონალურ პეიჯს კაი ძმა ეს ვერ ჭირდება ძმაო ეს უეჭველი ჭირდება ნახე რა მაგარი რამე არის Yeah, I forgot to tell you just now by 3:30 they start session. Oh. კარგი ედიტია. მე ყვარს ესეთი ეფექტები. ვინმე თუ აკეთებს მსგავს ედიტებს, თუ იცის აფტერი კარგად, დაკომენტარეთ. ტექსავის გაუგზავნეს ტრეიდი, რომ -2.93 და დაექსეპტე პლიზო და რეალურად ნახე რა სტიკერები აკრავს. რა სიგიჟია ზო. მეც რომ მიგზავნია ხო მსგავს ტრეიდს, ეხა ესეთი სტიკერები არ მიკრავს, მაგრამ რაღაცა დაბალი ფლოტი რო არის რაღაცა სიგიჟია ხო. მოდი გეიბენი ვნახოთ. In the real world, I have to write up lists of stuff I have to go to the grocery store to buy. And I've never thought to myself that realism is fun. I go play games to have fun. And so we had to come up with some notion of what fun was. We knew it was an ad hoc definition, and it was the degrees to which the game recognizes and responded to the player's choices and actions, right? You know, in behavioral science, you would say we were explicitly talking about what we're really რა დრო იყო იმენა მაგარი იყო. That was a useful way of making design decisions. კომენტარებში უწერე რომ რა შეიცვალა ამის ფერა. მოიცა რაღაცა მსგავსი გვაქვს რა ნახი ხო? Oh. 29 დღით. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მინდა გითხრათ Skins Market-ის შესახებ, რომელიც არის ტრეიდინგ საიტი, რის მეშვეობითაც შეგიძლიათ დაატრეიდოთ ძველი და ბანძი სკინები ახალში. შეგახსოვებთ, რომ ჩემი პრომოკოდი G2G-ით შეგიძლიათ მიიღოთ ბონუსები და ჩაერთოთ გათამაშებაში, სადაც თამაშდება $100-იანი უმაგრესი AWP. ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა უამრავი მეთოდით და პირდაპირ სკინების ყიდვა უმარტივესად. ერთხელ თემომ გატესტა საჭე კაუნტერში. არა ღმერთო რა ხდება გეიბრი როგორ ალაგებდა ეს ახმოვანებდა მალიერკა აუ თევზებია ამოყრილი და ალაგებს ოკეი ძალიან საინტერესოა აუ ეს რატომ აქ დასეივებული არ ვიცი, მაგრამ ეწევა ძმა. გამოვიდეს ახალი Spider-Man-ი. კაი, ეს სწორია, 2026-ში უკვე ამდენია აქვთ. არ არის სწორი. ამჯერა რომ თვეში ამდენი იშოვეს, შანსი არა. რა ვიპოვეთ, ნახე.
Simplis. Trade-up-ი, Dragon Lore-ის 10%-იანი. Liquid-ში რო იყო, მაშინდელი სტრიმიდან არის. აუ, ადრინდელი trade-up-ები არასდროს არ მაქვს გაკეთებული და რა მაგარი. E passou em mina mais linda. Tu bi coragem, que comecei a აუ, ძველი კაუნტერი აზე ხარ. ეხლა რა ვიდეოსაც გაყურებინებთ, ასეთი მინდა რომ იყოს ქართულ YouTube-ში ბევრი სტრიმი რა. ნახეთ. ნახე, ეხლა უყურე. ეხლა რა გადაობა. ეს როგორ კეთდება ბიჭო ლაივში? სადაც იყურება იქით გადადის? რამდენი კამერა უდგას ტეიპს? რამდენი კამერაა? კომენტარებში დაწერეთ. 4 მეტი არა? მაგრამ ძალიან ეფექტური იყო. მადლობა ვიცუყურეთ ამ ვიდეოს, მე მგონი ძალიან გავერთეთ, აინტერესო რუბრიკები შეიძლება გამოვიდეს, ჩემი X-ის კედელი, ასე დავარქვათ. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. აბა, კარგად.